აბა როგორ განწყობაზე ძმაო შვენიერ ახოთ ეს ჩამოვაკითხეთ მდინარე ფლუვიას და ჩვენი მიზანი იქნება კეფალის დაჭერა ამინდი გვაქვს ამ პერიოდისთვის ალბათ შესანიშნავი წყალიც როგორც გადმოვხედეთ ხიდიდან ჩანდა ძალიან სუფთა თავარი არის აგული აქტიური იქნება მაგრამ ჩვენ ისეთი დასაკვები უნდა გავაკეთოთ 50-70 მეტრის ადგილს თუ რამე კეფალია ჩვენთან უნდა მოვიდეს Ange. Dialuri. Artsivი გზის. კი. ფალზე. მე დასაკვებად ვიყენებ აი ამ ბურს. აი ეს არის სპეციალურად კოლმეჩის ფირმის კეფალის, სპეციალურად კეფალისთვის არის ეს დასაკვები. ძალიან მაგარი რამეა, რა. ალბათ 4-5 ლიტრა რო გამოგააკეთო, ეს ნახევარი კილოც არ უნდა. 350 გრამი მაქსიმუმ. შეგვიძლია ის შეულებრივი ესეთ კობრის ან ნაფოტას დასაკვებიც გაურიოთ. თუმცა ცოტა ბევრია. თუ გაბევრება გვინდა მაინც უნდა გავა. და ეს თავარი არის. თუ მასა არ უნდა იყოს ძალიან შეკრული გუნდა არ უნდა გაკეთდეს. წყალში ჩავარდნის თანავე რო დაეცემა უნდა გაიშალოს რა ღრუბელი გააკეთოს. ეხლა ამას ვამატებ. ეს არის მშრალი რძე, რა რძის ფხვნილი. ეს რძის ფხვნილი, ანუ ეს არ არის ეს ბავშვებს რო აჭმევენ, ის რძის ფხვნილი არ არის, ეს ხბოებს აჭმევენ. და ის არის, ისა მაქვს აღებული, მაგრამ ესეც რო არ გქონდეთ, არ არის პრობლემა. ის დასაკვები თუ გექნებათ. იქნება ძალიან მაგარი. ცოტა უნდა გავხსნათ და ისეთ კორიანტეს და ისეთ ღრუბელს აყენებს ეს. ფაქტიურად რძეში ულბობ რა ამ პურს. აი ნახე როგორი მასაბლებით. ნახე. ეს რო დაეცემა. ფსკერზე წავა. და მთლიან, ანუ სვეტს დააყენებს რა. ეხლა თუ არის 3-4 მეტრი თუ გაძლევს მაგის საშუალებას, წყალი 3-4 მეტრი მაინც არის სიღრმე. თუნდაც 5 ძალიან კარგი ეს უკვე კაია რა. თუ
თუ დაბალ წყალში მეტრა ნახევარზე თევზაობ, ამაზე თხელი შეიძლება გაკეთდეს. ჩანს როგორ უბეს აკეთებს. თვითონ იმაში გადაღებ კამერაში. წინაზე რო ვიყავით რა მაგარი დინება ქონა. ახლა არა აქვს დინება. არა აქვს დინება. დინება კი აქვს, მაგრამ ისეთი არა რომ აგვართვას რა დასაკვირვი. ასტრებ ჩასვლას დაბლა. ეხება სატყუარას. ეს აი ეს არის ფრანგულ პურს ეძახიან. ამას ქვია ტრანკილა. არომატი არის ქოქოსი და ანისი. ამას პატარა ნაჭერს მოაჭრი, ჩადებ წყალში და დარბილდება, მერე უკვე გამოვიყენებ სატყუარს. და ეს თავარი არის ახლა ჩემი გამოგონილი არ არის, მაგრამ ჩემი რაღაცებს ვამატებ მოვზილოთ ცომი რა, სპეციალური ცომი. ანუ ახლა რა ხდება? ახლა გაზავებული მაქვს უკვე, აქ არის შაქარი და ფქვილი ერთად. ანუ სამი სუფრის კოვზი ფქვილი, თეთრი ფქვილი, ჩვეულებრივი პურის თეთრი ფქვილი და სამ სუფრის კოვზი. ფქვილს დავამატოთ ერთი კოვზი შაქარი. ესიც სუფრის კოვზი. ну შესაბამისად თუ უფრო ბევრს 6 კოვს მოზილა 2 კოვზი და ასე შემდეგ. მაგრამ 3 კოვზის მოზელისას რო დაიჭერ უკვე თემა რა. და მთავარი ახლა ამ ცომის არსი რა არის რომ ნესკავზე ისეთი მასა უნდა მოიზილოს რომ ნესკავზეს გაჩერდეს და მაგარიც არ უნდა იყოს, ცოტა წელვადი უნდა იყოს. ანუ უნდა გაიხსნას წყალში რა. ჩაგდების მომენტში ნელა ხველოდები მაგალითად. არის მომენტი რომ ჩაგდებ თუ არ ეგრევე იღებს, მაგრამ არის მომენტი რომ დალოდება ჭირდება. ამ დალოდების პროცესში ცოტა უნდა გაიწელოს ცომი რა და გაიხსნას წყალში. და მაგაზე გიждდება ყავი. так, ახლა ამას რას ვამატებთ? ამ ქვილს. ვამატებთ ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი ვამატება და ახლა ჩემი იმითი ვამატებ თხევად ვანილს რა. ჩემი ინიციატივით და მაგრა ამართლებს სხვათა შორის. ძალიან მაგარ შედეგს იძლევა. აი ეს თხევადი ვანილი. ყველგან იყიდება ალბათ. ზეითუნის ზეთი. ის კოვზი მეტი არ მიდიაუ. ხوارა მოხავია გას. და მაშინ მაგადმოსხმ. და 4-5 წვეთი ეს საკმარისი. ეს არ არის ბოთლის დასალევი წყალი, ისე მდინარიდან ამოღებული. ოღონდ თუ სუფთა არის, რა თქმა უნდა, თუ ცოტა ჭუჭყიანი წყალია, მაშინ ისევ და ისევ ბოთლის წყალი უნდა, ბოთლის წყლით ჯობია რომ გაკეთდეს. იმიტომ რომ თუ რამე ჭუჭყი შეყვა, მე უკვე ცუდად იზილება და ნესკავზის
შეიძლება არც აიღოს მერე. სუნი მაგარი აქვს. სუნის ახმის რო შეეწვის კამერას. ვანილი მაინც თემა. როგორ ყოფა გიოს? კი. თუ რაღაცა მე დავამატოთ. მგონია საკმარისი. Აგათ უნდა მოიზიდოს, რომ შაქარიც გაიხსნას რა იმაში. კონსერვისთვის. ამოხდა. ჩავყარე თუ არა, რამე 5000 წუთი აცარე, ხო გასულ? უკვე მოდიან. ტომახტომით მოდიან. ახლა როგორი მასა უნდა იყოს? ახლა ესე შევაგდოთ ღუმელში, ისეთი კრუასანი გამოცხება. საწა მოვიდა სუნი. მაგარია ცა. ახლა დავასვენოთ ცოტა ხანი, სანამ ანკესებს გავშლით. დასაკვები ჩავყარეთ, დაიკვება. თევზიც ამოძრავდა, სატყუარაც, ასე ვთქვათ, გამზადებული არის. ეხლაც თავარი არის იცივ თევზა. მე წუთში აქვს ამოღებული ლუიასი ჯოხით, მაგრამ დღეს ვთევზავებ აი ამ ბოლონეზის ტივ-ტივი ჯოხით. ეს არის 5 მეტრიანი და აი ამოფულის სუპერ ლაითი ჯოხი. ასე ვთქვათ 5 მეტრი, ძალიან მსუბუქია, 145 გრამი არის აწყობ მდგომარეობაში. კოჭა გვექნება დაივა ფუეგო. ეს როგორი ეხლა როგორი ის არის, იცი? წყალი მოძრაობს. და ნუ გავატაროთ რა. აი როგორც მაგალითად ხავსზე თუ უთევზავებ იმას, როგორც ხავს სატარებ, აი უნდა გავუტარო. მოკლე იძახიან ხავსეო. ის რუსული ვარსკვლავა ისინი რო არის კოჭები. მაგით თუ არ გაატარეო სიამოვნებას ვერ მიიღებ, მაგრამ მე არ ვეთანხმები მაგ ამბავს, იმიტომ რომ ამითი ვატარებ იდეალურად. ამას როგორც ამ კოჭას მაგალითად როგორც აი ეს რუსულ კოჭას რო ეძახიან, როგორც მაგას ატარებ თითით, ეგ შეგიძლია რომ ეგრე ატარო რა. გაყოლებლივს, იმიტომ რომ ამას აქვს ის ვერსია, რომ ამას გადაწევ ამ დამცავს, როგორც აი თევზის დაჯდომის დროსაც უდაჯდება თევზი და იმით აკონტროლებენ რა თით, ეხა მითევზავია იმითიც და ვიცით ის იმითიც როგორც ხდება თევზაობა. აი ამით აკონტროლებ იმას. ტრიალებს ის მიაქვს და შენ აკონტროლებ თითით რა. ანუ თუ არ გინდა რომ მაგალითად თვითონ კოჭა მიმუშაოს და შენ შეგიძლია შენ ამუშაო ხე. არანაირი პრობლემა არა. ასე ვთქვათ, ჯოხსები საუბრეთ, ცოტა მაგრამ საკმარისია. ეხლა ვთქვათ, რანისკავით ვზავებთ და ყველაზე თავარი რაც არის ტივ-ტივის მონტაჟი როგორი უნდა იყოს კეფალზე. გამაკაცოს ვიყენებ ხოლმე აი ამას. რომელი ეს? F314. გრძელყუნწიანი არის, აი ეს LS
12-23 ესენი ყველა ყუნწიანებია. შეგვიძლია უყუწვებით ვიხმაროთ და ძალიან მომწონს ოუნელი. არის ძალიან თხილი და ძალიან ბასრია და სხვათა შორის დიდი 2 და 2.5-იანები რო დამჯდარა, პრობლემად გამოუყვანია ახლა მაგალითად 12 პომეს ვიხმარებ. შეგიძლიათ 10-იც ვიხმაროთ, მაგრამ 12 ნორმალურია. ოუნერს პინი ჰუკი არის 21 რა, 50-20921. ძალიან მოწონს ეს. სადავესაც შეიხება. სადავეს ხმარობ. აი ეს ხიდოს კოლმიჩია. ეს არის 12 და 8, 0.13-იც არ არის. და დაივას ტურნამენტის ფლუროკარბონი არის. ეს ძალიან მაგარი ძუა რა. ასევე ჩამოვდივარ ხოლმე აი ამ ზომაზეც. 2000 გრამი უწერია, 2 კილო აქვს, წარმოიდგინეთ, 11-ია რა. 0.11 არის დიამეტრი. ძალიან მაგრები არის. აი, რო ვთქვა, რომ გაწყვიტა და რაღაცა არ მქონია ეგეთი შეხები, აი იმას. შეიძლება გამოზრეს, მაგალითად, ნესკავი და გაიქცეს, მაგრამ ისე გაწყვიტა არ მქონია. ახლა მონტაჟსაც შეეხება. ტივტივას ვიყენებ. 2 გრამიანი არის. აი ეს 1.25 არის თვითონ ტივტივის ზონა. ანუ სიმძიმე აქ დამაგრებული. და 0.75 გრამს უმატებ უკვე აი ესეთი ვარიანტი. თავიდან მოდის ცოტა ძიმე ახლო. მე პატარავდება ტყიები. ზონა. ნახე. ეს არის ფინალი. ყველაზე პატარა უყენდება ბოლო ორში. და რატო? როცა კეფაზე ვთევზავ და არა მარტო კეფაზე, გატარებაზე, მაგალითად წერაზე რო თევზავ რა და ფსკერთან ახლოს რო უტარებ. აი ეს თქვა სადავი არის სადღაც 20-25 სანტიმეტრი. როცა ასე თქვა ესეთ კეფაზე, თქვა ახლა აქცენტი კეფაზე გაკეთებული. როცა ანუ კეფაზე ვინც თევზავს ყველა მიცის როგორც აი ძალიან ისე იღებს ხოლმე ხანა რა. ნაზად იღებს და პატარა შეიძლება არ ჩაარტყას ტივტივა და პატარა გარხევაზე ამოარტყავ და ზის. ანუ რა ხდება? როცა ესე ნაზად იღებს აი ერთი პატარა აი ეს ბურთულაც რო წავა ჰაერში და მეორე მიყვება თქვა. უკვე იგებ რა, რომ თევზი უკვე აღებული აქვს ატყუარ. რომც არ წაიღოს, ანუ რო არ ჩაიძიროს ტივტივი. და მაგდროს ამორტყმას უკეთებ და ზის. ამიტომ ეს მონტაჟი არის ძალიან ეფექტური კეფალში. აი ეს მონტაჟი. მე მწუჩი ხა მე 2 გრამზე მეც არ ვიყენებ ტიტოს, 3-4 შეიძლება გააჩნია. არის ხოლმე მომენტი რომ გრამ-ნახევრიანი თევზავ. თუ შორს არ გიწევს გასროლა და 10 მეტრაში და 15 მეტრში თევზაობ, ხა ჩემ ეს ჯოხი ხა წარმოიდგინეთ, ჩემი ჯოხი არის 9 გრამიდან 6 გრამამდე აქვს ტესტი. და 9 გრამიან და 1 გრამიან ტივტივას ძალიან ადვილად ამუშავებს რა. აი ხა დავიწყოთ თევზაობა და ახლა რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი როგორ ვაკეთებთ სამსიმაზე ეს კავზი როგორ ვამაგრებთ აი უნდა შემოახვიოს ეს რა რამდენიმე ეს ძალიან ბევრი არ არის საჭირო რომ სიმძიმე მერე მაინც აი ეს არის იდეალური ახლა დაბლა გვაქვს ახლა დღე სიღრმე მივცეთ დაახლოებით 2 მეტრი. იმიტომ რომ წყალი ღრმა არის და თევზიც ასე თუ ისე რა ვიცი ზაფხულში მაგალითად დაწეულზე უფრო მოდის ხოლმე. ახლა არის 15 თებერვალი. მონ საკმარისია.
გაწულია და. აი, ჩარტყმა იყო და ასე კი. ახლობებით რამდენი მეტრი გაიარა? 5. ეს დამიფიქსირე ჯოხი პირველი. აბა ტემუს გამოკაცურას იზავს. პირველად ჩემმა ჩაარტყა ეგენ, აი, ჩაწია ბოლომდე. ტემუს ნისკავ. ორიგინალებს ყიდულობდა. ახლა მაიჩი და როდი. რა თქმა უნდა, ვიზუალით არც უნდა შეადარო. ბევრად სქელია და არ არის დახვეწილი რა, ახლა რასაც უყური. ამას რო შეადარებ, ანუ ორიგინალს ოდადებ და იმის. საკმაოდ დიდი ზომის კეფალი ჭარს. ვერა მოვაწევი. 0.14 მიყენია სადა. დაივას ტურნამენტის როკარბო. მაგრამ გამომყვა ამოვიდა მაგრამ. ეხლა იმენა როგორც სული ეგრე. აი. თან გაიგე და მაგითო. ნიერი ზომა. ოპ. მოდი პატარა. ტრიალი, როგორ ტრიალი? შეტყო. აბა. ტრანკაი ზომა. ჯოხი მუშაობს გიჟივით. ოხი კოჭა, რა ვიცი რა, თვითონ დამჭერიც კი მუშაობს, მაგრამ ვერა მოვწი. მაგარი ზომა. არო პასიჩქარი ამზომებს, მაგრამ რა გავაკეთე. არიჩქარ. Ergin. Tkayali gaudis kochas. ჯოხი იმენა გადაგიკეცა. ჯოხი ხა მაჯა არ გამიგდეს მაგას. აი. გამოჩდ ოპ. ზევით რო ამოდის ეგრევე. გორჯანზე. აუ რა გადაღუნულია ის აჯოხი. პაუნახოთ. Давай, Гарри. Загол. Да не петичу. Дмо. Бомбура. Али. Иживит. Ана გაიზომაც. მაგარი. ზურგია просто. აი როგორ აკავებული. აი როგორ აქვს. მოასწარი, ამ ხილაპირი აქვს.
ზემოდან აქ. ნუ გამოვცხი ალბათ ამოჭრა და. ეძახი ახლა შენ ტემუსნის გამოს და არს გამოდის თუ. ოპა. ისეთ ადგილზია აქ რო? ისე რა გაქვს? კი მაგ ყველაფერი, მაგრამ ჩანთაში მიდის, ო? ნახე როგორ იმაზეც ქონა, ორივეზე ქონა მოდებული. ამის გაქცევის შანსი არის. აი როჟა. მაგარი. ჩაუშვა. გაუშვათ. პრესიოსა. ერთ მოვაგროვოთ პატიში, მე ერთიანად ხო უნდა ვნახოთ რამდენი და მე გავუშვათ. Opa. Tachta. Ha? Yeah. Opa. Carizoma, bicho. Carizoma. Carizoma, George. Შინკეინაცვალე. ნახე. თითქმის იგივე ზომა, ხო? ზემას დავიჭე. ცოტა პატარა, ხო? ცოტა აკლია იმ ზომამდე. ჩემი. მოდი მამასო, მოდი. მოდი ლამასო. შინკეინაცვალე. Very good. Magro karibuli nahi.
ოპა. გამოუსვი ახლა არც ამომეტყია. ოპურო დაუბრმავე აბა. ძალიან არ უნდა რა. თუ ნაპირში ითევზავებ ძალიან არ თუ შორს გახვალ ხი კი აქ სიღრმე კაც. აქ მე 5 მეტრი უჩვეულებრივი ექნება. თუ მეტი არა კი. არა, ეხლა ისტორიები არ ტყავს ხოლმე, ხო იცი? აი ეგრე 150-200 გრამიანები. არ არის, აი თუ არ ტყავს, დიდი არ ტყავს რა. თუ იღებს, დიდი აიღებს. მოთხიში აქვს ჯოხიჩი. 0.16 მიყენია კოლმიჩის თავარი ძოა ეს. სპეციალურად კოჭის. და 14 მიყენია სადავი. 0.14. Ну 0.12 ვაყენებ ხოლმე 12 და 8, 13-მდე რა. ეს 14. სარ არის პრობლემა ამ ჯოხზე. Чё, именно джаз яйцей. Хвошек тут. Биჭო. აი როგორც სოლი რა, რკინის სოლი ეგრე მიდის იმაში სიღრმეში. ასეთი რაღაცა. იშვიათი ათევს. ოდი ბაბასთან. საკუცინის თუ რა? ჩვენი baby sakaris. აზმა. სიტატუცია გეკრეა მოდებული. სილამასი. გამარჯობათ. ცოტა შორს რო გავუშეგრე ჩაველა თუ არ ეგრევე დაეტაკა. ძმაო. დააწყებინეთ კრიალი. ფუეკოს. ოპა. ბიჭო. იგი იყო ალბათ შენ რო ჩაგირტყა. ედიდან რომ გამოაცალე ლუკმა რა გეგონა? აგიმრიელი პური იყო. აბა ბიჭო და ექვე გაიარა 1 მეტრი და ვა, ხიკიდი აქარიო და ეგრევე იოანეს დაეტაკა იმენა. გაიზომა. რა, ისე მიეკაჩება რო. ჯერ ტივტივაც ვერ ამოწია. ბიჭო, წავიდა ბარსელონაში წავიდა. ავიდა მიუახლოვდა ბარსელონა სპორტს. წამოვიდა ჟირონისკენ და ჩამოვიდა ისე ფლუვიაზე. სხვათა შორის
ბიჭო ის დიდი უფრო თავიდან უფრო ადვილად წამოვიდა ხო? ხო ეს ძონძოლობს. იმენა ნავარჯიშებია ეს. მოდი აქ მოდი. მოდი აქ ყველა ცანცარებ ახლა. რამდენი გრამი იქნება ეს? 700-იანი ხო იქნება? კი, კაც 700 გრამიანი უეჭველი იქნება. ესენი უფრო მაგარი აქტიური მე არიან, ვიდრე მაგალითად აი კილო-ნახევარი 2 კილო, მაგრამ ნუ ახლა ისინიც აჩნი, ოპა. ეგარი დასუშინც. შენთანაც დაჭდა ბეიბი. თქვის იგივე ზომები არიან, ე? სტრაფი და რას დადის ბიჭო მე. დიახ. Era mai buone. Preso magina. Campeón. Double kill ya que está ahí. Niente. Va. Შედეგი. Ai. Guarda. Era zombi. Zombiada. Dai. Alhamdulillah. Რამდენი რა თქვი? გაუშვათ. Libertad. Ja, mochie ez, ja. Atla mı şüphe, ne ne daha? Нах есть. Давай. Каушат. Давай, пидон. Именно her şey ruaryan komedi yani. Oo, aynen bak. Gör John Zerry yani.
ეგ არის, სხვები ტაფაში გავუშვით.